ჩვენ გთავაზობთ ინტრიგანის მომდევნო ეპიზოდს, სადაც ყავს განსაკუთრებული ნამდვილი ინტრიგანი გურამ ბაღდოშვილი. ბრავო. ესეთი კაცი ყავს პროფესიონალი. ერკვე ვის საჭმელებში ის? ეხლა ვსწავლობ. სხვათა შორის ერთმა ჭყალებში ჩემმა ფსევდო კოლეგამ მომწერა ეს ბაღდოშვილი დაბერდა და გამოხდა ხაშრად უნდა 20 საათი ხარშო და შეეო შენ. ჯერ გაიზარდე. გონიათ რომ კოლეგები არიან და აი მაიონეზს რო ვერ გაცდნენ რა. კაროჩე. და შაურმას. მოიცა. შაურმას და მაიონეზი. მოიცადე. არა, შაურმას ბიჭები, მაგარი ბიჭები არ მოიცადა. თქვენი სპონსორი ვინ არის? გენერალ სპონსორი. betlive.com. აქ ამოიღება betlive.com. სულ იქნება 5 კერძი შემოვა აი ლამაზი ლიფტიდან მოგვართმევენ ბრწყინვალე პერსონალები თავის დიდოსტატური ხელმარჯვეხელებით. თითოეულ კერძს უნდა დაუწეროთ ქულა და ჩვენი მიზანია რაც ება ახლოს ვიყოთ შენს ქულასთან, შენს მიერ დაწერილ ქულასთან. ვინც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებს, ანუ გავა ბოლო ადგილზე, ის დაისჯება და საშილს მოუფიქრებს შეფ გურამი. შეფ გურამის ფანტაზია რაოდენ დიდია. როგორც საწოლში ასევე შოუებში, ამას ეს თორნიკე პირადად მიიღო. ეს შემაკის მაშხალა ჩაიხედე საერთოდ. შეხარ ნორმალ და მე ვარ გახსნილი. მოიზევს გევარ ბიჭო. ყველაფერი რაც კი ხელში ქონდა ჩამითანთალა ჩვეულებრივად პირხახაში. ნიკა, მანამდე მენიუ რო გითხრა რას ველოდებით? კრევეტების სალათი მოგვივა, საქონლის სუკის სტეიკი 4 წელი, დორადო გრილზე ტარაგონის სოუსი. ოი მამაჩკა. იკურა როლი და ფილადელფია როლი და ტირამისუ დესერტი. ტარაგონი რა არის? ტარაგონი რა არის? არ დაგუგლო. არ დაგუგლო. ტარაგონა, შტატი მუნიციპალიტეტი ესპანეთში. უკვე ქონდა დაგუგლებული. ტარაგონი არის ტარხუნა. ეტა. კარგად კი გამოიყურება, მოდი აღვნიშნო. ბიჭო, მარცხნივ რო უნდა გედოს არ იცის. დანაჩანგალი. ეხა გადმოიტანა. რა, არ უნდა ეს აქეთ უნდა იყოს. აზე არაა ბიჭო. ნამდვილი ინტრიგანივით გამოიყურება, მინდა აღვნიშნო ბატონო გურამი. ეს ვისკის ჭიქები რატო გვინდა? რადგან კრევეტთან ვისკი არის პირველი. არა მგონია. ვისკი არა. შვეპსი. შეიძლება მივირთვათ? კი ბატონო, მანამდე მე შვეპს და ვისკის ეს ვისი შვეპსია? ეს არის ეილი, ჯინჯერ ეილი. ესეთი პროდუქტი გულა. დოზირებულად 50 გრამი ვისკი. აზავებს? არა ბიჭო, ეხა. რა კარგია. აუ, კაია, ვისკი და შვეპსი. ხო გაია. მაგარი. კრევეტები აქამდე თუ გაგისინჯავთ გურამ. აბა კრევეტი რა არის თუ იცი? კრევეტი რიბა. წყალში მოტივტივი არსება? აი, რომელსაც აქ ეს ძალიან გემრიელი კრევეტია თორნიკე. მართლა. მართლა მაგარი კრევეტია. რაღაცა არ მოწონს აშკარად სახეზე აღფრთოვანებას ვერ ვაჩნევ. მე მგონი გასაგებია ქულა. ყველაფერი ნათელია ჩემთვის. გუამიცი ქულა უკვე. კიო. გარდაისახა ადამიანი, ვიღარ ვცმი. რა კაი ხასიათზე იყო რომ მოვიდა. 2 მოიცა. 3 რა გიწერიათ? 8. 6-8. შვედიანი პლუსი. ანუ ჩვენ უფრო ახლოს ვართ. არა. ყველა ავწდით თითო ქულით, ანუ ერთი ქულა გვეწერება. 7 მეწერა ფერი გამოვიცანით და ეგ პლუსი როგორ გავიგოთ? ნუ 7-იანია. ეს ინტრიგნული არის. აბა გაგვიმარჯოს. აბა. გასვიყოთ. უერთდები შორიდან. შევაგოთარებინოს. კაი, მე ნუ ჯერ პირველ რიგში არ ვარ სალათის სპეციალისტი. თუ გასტრონომიული კუთხით შევხედავთ, საინტერესო არის. ცოტა სხეული აკლია ჩემთვის. სხეული? კი. კონკრეტულად რომელი ნაწილი? თითიწერა თითი როგორც. სოხო რუმში ვიყოფებით, სადაც ძალიან ფეშენებელური გარემო არის გურამმა როგორც აღნიშნა. ეს სტუმარი სპეციალურად შემდეგი. ფეშენებელური შევარჩიე. მე მინდა გითხრათ, რომ ვუხტები მე ამ გრანიტს, მარმარილოს, ძალიან ძვირფასი, ნატურალური მინერალური ქვებით არის მოპირკეთებული.
ისე მე მინდა გითხრათ, რომ სამივე აი პირდაპირ თვალს ვერც ერთი ვერ მისწორებს, არ ვიცი რატო. იმიტომ რომ ისეთი ის მოდის შენგან, რომ მზერა, ხო? მიჭის რომ 3 წამზე მეტი გავჩერდი. იმენა პენეტრირებული ის არის, მზერა არის. ახალი კერძი მოვიდა ამასობაში. აი, ეხლა მოურჩი პირველ კერძს, სალფეტკი მაქვს. აი ეს ვაკ ჩავაგდო, ძალიან ცოტა მივით, მისაღები არის? როცა შენ არ გინდა რომ სამზარელოს ან სამიმტანოს გააგებინო, რომ კერძი შეიძლება ჩავარდნილი იყო, ან ინტრიგანი არ გინდა რომ იყო, დააფარებ და გაატაკ. ესე ჩაჭუჭულს კი არ ჩააგდებ. გადააფარებ და გაატაკ. გააუთოვებ პირველ რიგში. როგორც ამის ენას ესე იგი მეორე კერძი არის საქონლის სტეიკი, რისი соусით ნიკა თუ გახსოვს? ნაგებს გავს. არხონის соусით. ეს ყველის იქნება. ნაგებსაც გავს. მოიცა. ხორცი მაგრაცაა მომზადებული ძალიან. ხო არა? რა მოგივიდა თითებს ისე არის ის, შეიძლება ბევრმა არ იცის და რა მომივიდა და ფოერვერკი ახალი წელი. მოძვრა თითი მოკლედა. ბიჭო თითები აღარა. თქვა ეხა რა. ორი თითი მაგ დარჩენილი. ორი თით ნახევარი. ორი თითი პლუსით. გურამ, ბოდის ჩვენ ხომ ის ერთ თემაზე ხო არ ვიცინით, რაზეც შენ საერთოდ არ გეცი. ხმის ტემბრზე რო გეტყობა რომ მე кайფები, მე შენი პირში გადავაგდე. შენ აბუში. მოდი იცი რას გამომანდოს. აბა, ჰანგრიმენს გამომანდოს თავის წარმატებით. არ მეგონა რომ დაიხარე, აბა, ერთად გაგვიმარჯოს. წინა ვიდეოს მაგარი გამოხმაურება მოყვა, ხო? ჩვენ დუეტს მე მგონი. ძალიან სპოტეჟი ძალიან პოზიტიური იყო. ზუსტად ამის დამსახურება რომ ორივე იუმორით მიუდექით საკითხს. ყოველთვის მეშინია ხოლმე რომ მივდივარ შეფასებაზე და ვიღაცა ჩემი რესტორნის კერძს მომიტანს. ფრენკებს უყურე შენ და აქ რაღაც პროცენტით დაუშვირო, ეხლა შეიძლება ფრენკის რაღაცა იყოს ჩვენი მხრიდან რა. ვინმე სხვა დაფრენკეთ, მე თავი დამანებით. ახე, соуსი ამოაპრიალა და რა ვიცი. მეცე გევჭამი. ხიერი მოვედი. ეხა გურამს ექნება 700 სტეიკი ნაჭამი. აქედან 600 თავისი იქნება და დარწმუნებული ვარ იმის ფონზე შეაფასებს. მოდი შევაფასოთ ტაბახმელას ფონზე რა. ტაბახმელას ხარისხით. დავაცადოთ ჩვეფსის დალევა. ალე, დავაი. 1 2 3 9 8 აუ 9 აქ დაწერა. მართლას! აღო! 18 დაჟე. ხრიანი? ვიცოდი დედას მაგარი სტეიკი იყო, ძმაო, კაცმა მეც ვჭამე ბოლომდე. როცა რესტორანში მარტივი კერძი კარგად კეთდება, ესე იგი დანარჩენიც კარგად კეთდება. თუ მარტივი კერძი ან მარტივად შემწორი კარტოფილი არ გივარგა რესტორანში, ესე იგი უფრო დატვირთული კერძები მეტად სუსტი გაქვს. ამ შემთხვევაში ხო? კაი ხარისხიანად, გემრიელად არის შეზავებული კარტოფილი. სტეიკი მიუხედავად იმას, რომ ჩემთვის ორჯერ უფრო მეტად შემწვარი არის, გემრიელი არის, ხვეჭვადი არის, გემომთვისებები აქვს. соуსი არის ყველაზე სუსტი წერტილი, მაგრამ ეს соусიც მე მაგალითად არ ვიკამათებდი. უფროსიზმის იუმორს როგორ შეაფასებდით? გურამ. მე ვფიქრობ, რომ აი ხო დავწეროთ პლანშეტში ვასახოთ. მოდი გამოვიცნოთ. დავაი. აბა გამოიცან. წინა ვიდეოც გაითვალისწინე. აბა გამოიცანი. 1 მოიცა ჯერ დაწეროს, რაღაც გაფორმებებს უკეთებს. 1 2 3 3 4 6 აი, გადავიდეთ თევზზე, მოდი. აუ, არაგონის соусმა გაიხაროს რა. არაგონი დამაკლდა, იცი? ცოტაა, მაგრამ მაგარია. აბა გურამს გადახედეთ და აკლდათ არაგონი? არაგონი არის, ახლა ვერ ვიტყვი რომ არ არის არაგონი. არხუნა ის აისა არა. იმენა არაგონზე დასმული არის. მართლა არის. რა სიტყვა? დამენძრო მე მგონი. ხარო შემხდეს ეხა მიუღებელი შეცდომაა თუ ნორმა არის? როცა თევზი ფილირებული არის, უნდა იყოს ფილირებული ბოლომდე, ესე იგი? ფილირებული განუუმარტოთ ჩვენს ძვირფას. ფილეთ გადაქცეული გუა. ფილირებულის ნიშნავს ფილეთ გამოყვანილი თევზი. აქ დაუშვებელი არის ფხა. ბატონმა გურამმა დაამუშავა არაგონის სრულად, ესე ვიტყოდი. ძალიან კარგი არაგონი. თევზსაც არ დააკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან შიებია. შეიძლება ბოლომდე ჭამოს სპეციალურად ორქულიანი კერძი, მაგასაც არ გამოვიწყო. მოიწამოს თავი და დაბრაბნი შეგვაცდინოს. არაგონი იყო ამჟავებული, ახლა
არა გონიყოს სრულიად ჯავი. ძალიან საყვარელი ხარ. ის ხო დიდი. ხო. არ და ეს ხუმრობდა. რას უნდა ნიშნავდეს? აი ეს რა ცხოვრებაში, მე ვაკეთებ შრომობ. შენ უფრო მეტი იუმორი გაქვს, მაგრამ ის უფრო საყვარელია. მოდი სიმართლეს გავუმარჯოს. ეს ახლა ჩემთვის კაია? დავიჯერ. საყვარელი რო ხარ, ამდენად კაია? რა მოიგება? კაცმა. ანუ საყვარელი ტიპი ხარ ახლა. ყوارიან ხეები, არიან საყვარელები და საყვარელი ხარ. გურამისთვის ორად იყოფა რა. ხეება და საყვარელები. პლანშეში სხვა რამე დამიხალე და რა. ის იუმორი არის. ორი 3 10 შემოგვიტრიალე რა. არაფერი არ წერია, ახალია. ეფექტური შემოწერება იყო ნამდვილად. ციც ნუ აჭერ ხოლმე, აჰა. იღადავ ხო? მართლა? გვიღადავ? მართლა 2 იყო, რაც თქვი აღმოჩნდა, ჟავე ტარაგონი იყო. 2-იან წე? მართლა წე? ხელსახუცი გადააფარა და ვეღარ. მე მგონი ფრენკია. ფრენკია მე მგონი. აი, მაშინ გითხარი, აბა რატო? ჭამე ბოლომდე. რომ მეპოვნა. რომ თქვენ შემეყვანეთ შეცდომაში. ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ, კერძი იყო ძალიან კარგი. უბრალოდ მე დაბალი ქულა დაუწერე, მაინტერესებდა თქვენ დაუწერდით თუ არა. ისე რამეს დაუწერე? 7-იანს. გურამ იმ დღეს მაგრა დამმათრე რა. არ ვაფშე არ ვაპირებდი დალევას და კოქტეილები დავლიეთ. აი შენთან რო ვიყავ ბაიჭი. ეგ შეტა ბაიძე რო იყავი? რესტორანში მეშალა რაქჭის. ენა როგორ გაორმის ხო? ხო გითხარი არ გააბაზრო თქვენ ძეჭემა. მოგესმენთ. სოიო გადმომაწოდე. სოიო გადმომაწოდე. ჩემო ძვირფასო მეგობარო. არასწორ ჭურჭელშია მე მგონი ხო? მე მგონი ბიდონშია ხო? არ ურევენ ვასაპს პროფესიონალი იაპონელები რა. მიუღებელია. პროფესიონალი იაპონელები ხმარობენ fresh gingers, რომელსაც ხეხავენ ალამინოთ მიკროპლანზე. ეს ფილადელფია არის ამერიკელების მოგონილი რაღაცა. ეს არის პიცა რო გამოიგონეს სქელი, იგივე რაღაცაა რა. ზოგადად ესეთ როლებს არ ჭამენ რა, მე მგონი რა. ამერიკა არის მაგარი ხერა. პოპულარიზაციის კარიბჭე. ამერიკაში არის Chinatown, კი, პარიზი. Vietnam Town, Japan Town. ეს არ არის ნამდვილი ტრადიციული იაპონური სუში რა. პოპულარული მა გენაცვალე ჩასვლის გარეშე ვებსაკეთებს ეს კაცი და ლიტერატურას იცნობა. შეიძლება არ არის იაპონიაში ნამყოფი, მაგრამ კითხულობს ძმა. კი ბატონო. აი ის საყვარელი კაცი. ფილადელფია ამერიკული არისო? მართალიც არის. ამერიკული არის, მაგრამ ამ ამერიკაში ცხოვრობენ ეს ხალხი. საიდანაც მოდის პოპულარიზაცია. და სანამ საქართველოს თაუნს არ დაარსებს ამერიკის რომელიმე შტატში და არ გახდება პოპულარული, იქნებ ქართულ სამზარეულო არასდროს არ იქნება ძალიან პოპულარული. ქულა ვიცი მე უკვე. აი აგერ აი დაწერილები რა. 1 მე მგონია რომ ამას აწე. 1 2 3 მე 7 მგონია მაინც რა. 6 7 8 ან 3-ვე სხვადასხვა. ვაუ. ეხლა 9 რო დაწეროს ხო იქნება კატასტროფა. გამედო რა. წავალ. ახსნა შეგვიძლია ბარემ სუშიზე 1-2 სიტყვა თქვი. ერთი წამით კვილები გამოვიწვია. ყოველი კერძის მერე ბატონი გურამი იმუშავებს კვილებს. მეც უნდა დავიწყო ეს ამერიდან რა. ო, კაი. სუშხა ხო? თავიდან ჭამ ფაქტიურად. ერთი სიტყვა მაინც სუშიზე. სუშიზე ვიძახდი რომ შევს ნამდვილად აქვს გამოცდილება, ტექნიკა, მაგრამ თვითონ რაც ეხება ბატერია პრიმას, ანუ პროდუქტს უკეთეს ხარისხი რომ ყოფილიყო, ბევრად უფრო გემრიელი ყოფილიყო. ტირამისუ ბოლო დესერტი. ნიკამ დაამუშდა აყუმბა რა, უკვე ესე ვეთქები. ტირამისუა. გადააფარე. სიფაფუკეში 10 ქულა რა. სულ 6 დავწერო, სიფაფუკეში 10 ქულა ვსწრებ. აბა რა. ბატონო გურამ, ნუ დავწეროთ ქულა. 10. რა გიწერია მანდა? 5. შეხოა 10. კაი, ნუ გაცაგები. გასვიცავ რამე თუ ეს. გასაგებია ხა ეს ისულელი. გუგა შენ წავედი, ქულას ვერ გამოიცარე ფერით შეჭი. კაი, კაი. არაფერი არ უთქვია. მიდი გადაახვი. თვალებით გამიკეთა ესეთი რა. გადავახო. აი ეს. შო.
ეგ არაფერს არ ეგ ჩიტინგი შელები. ეგ არის 4 გოლა. ეგ არის 4 გოლა. ეგ არის 10-იანი. მოდი ესე გავაკეთო. გავანულოთ ყველაფერი და გურამა გადაწყვიტოს წაგებული. მე დავსვავ კითხვას. 3 სამზარეულოს შეკითხვა. კითხვა ნომერი 1. მე ვიწყებ პასუხის გაცემა. გუგა. გისმენ? გურამ? რომელ თვეში აუჩ. წიფდება მწვანე ტყემალი? ტყემალი. ამ მწვანე ტყემალი როდის ხდება ყოთალია? საჩაკაფულეთ. გაზაფხული. რომელი გაზაფხული? ადრე გაზაფხული თუ გვიანი გაზაფხული? ადრეული გაზაფხული. შეცდომა. სწორი პასუხი რა იყო? გვიანი გაზაფხული. გვიან გაზაფხულს. ჩემი კარგი ვატირა. კაი, შენ წელიწადში რამდენჯერ არის დოლი? დოლი რა. არ უთხრა. არ მაინტერესებს. დოლი, გარმონია და მეორე. დოლი რა დენტის ცხვარი როცა აჩენს ბატკანს, იწყება დოლი. კაი, ორჯერ. როდის და როდის? აბა რა გვიგო? ქართულაზე რო. გაზაფხულზე და ზამთარში. შეცდომა. Yes! რა? გამოიღო. დოლი წელიწადში იწყება ორჯერ, ადრეულ ზამთარში და ადრეულ ზაფხულში. იხვის კვერს თუ გამოჩეკავს ქათამი. რა ანომალიასთან გვაქვს საქმე? მინ გაჟიმა ქათამი. იხმა თუ გაჭება ქათამი შეიძლება გამოჩეკოს. ადამიანმა შეიძლება ცხენი გააჩინოს? შეიძლება თუ კი ჩაინტეგრირებ. მე კი არ გეუბნები რომ იხმა ქათვის კვერცხი დადო, შეჩემა. გეუბნები რომ გამოჩეკოს. თუ შეუდებ, გამოჩეკავს. კერძი. გუგა, შენ იწყებ. ბრიუნსკე. ბარებლუ. რო ვიცოდეთ რა მარტივები რა. რისგან შედგება ჩანახი? ჩანახი ხორცი უნდა იყოს ისეთი რაღაც. ბრავო, კიდე. ხოსთანითად რა უნდა იყოს? ხორცი, ერთი კერძი ამოვა. ხორცი, მწვანილი, ხო. წყალი, ხო, 3. მილანები, ხახვიანი ორი, ალბათ ხახვიანი ორი. ხმარობდნენ, მაგრამ ამოიღეს, ანუ აღარ არის არც ერთი. ძვალი. აბა რისი ძვალი? მენჯის. აი მენჯი არა, ფეხიდან რომელი, აი ისა, ნეკნიდან რომელი. ნეკნი. რა? ნეკნის ძვალი. ეგ იჭა ნეკნებში და იმიტა. ხორცი, წვანილი. რაზეც არ გაეცინა იმას ჩამოწვა. ღვინო. ამაზად. დუდუკი. და ქალები. მარილი. ბიჭო, 4 ძირითადი ინგრედიენტი უნდა თქვა და ის რა ქვია? ღვინო, ხორცი, რისი ხორცი? ნეკნისო, იცისო. რისი ხორცი? ნეკნი. საქონლის. ვისი? კონკრეტულად? ვისი ნეკნი ხმოს? რომელიც ცხოველი? ხო. გავარტყით. ხორცი, ღვინო, მარილი, მარილი. ცოტა ცხიმი შეგიძლია გაუკეთო. ოხრახუში, ხახვი, ცოტა აუცილებლად მოთუშული ოღონდ. შეგიძლია ასევე პაპრიკაც მოაყარო. და ბულგარული. და ბულგარული. აი, მაშინ ვითხარით სალამოზე, რომელი უკეთესად უკრავს. გუგა მაგრა. და ყველაფერში გადაგარჩენს. აწე ჩაიღო. მოკლეს, ვის ამოიღებს? იხდის, რჩება მხოლოდ საცვალში, ჩადის წყალში, გადის გარეთ თოვლში და დაბრუნდება ისევ ცხელ წყალში. კაი, პირველი. ოღონდ არ ნახო რა. ნავსი გზები არ ვიცით. ბოლო ამოიღო? აუ, ადათ ხელი იმაში. ვაზე დიდი ამოიღო. არ ვიცი ნახტაც, მაგრამ მე მგონი მე არ წამეგია. დავადა, შევადა ერთი წამი. აუ, გუგა. Yes! ფონი გეამა. გვანახი კადრ. აგებასთან რა შუაშია. კარგი იყო, მთელი აი რა გამიკეთ, მაინც მე მომადე კი. აი ესე დადეკის. არ უნდა კრა, არა. არ უნდა კრა არაფერი, ბიჭო. 1 2 3 მოცურე ეხა. მოდი, გაიწყალია. დავაი, გაიქეთ. მალე. ამოსრიალდი, არ წაიქცე.
არ წაიქცე, მიდი. მალე ძუ. არ წაიქცე. აი, მიდი, ნახე რა ორთქლიანი. კარგად დაკონტროლები, კარგად. დააყარე თორი, დააყარე ეხლა კარგად. ვაიმე. ეხლა გაიქეცი ცხელში. ცხელი იქ არის თუ ფუტე. მოდი წელში. ჩადი და აი. აი ამ წინვალი ნოტაზე გამოიწერეთ ჩვენი არხი. უღრმესი მადლობა. გურამ ასევე ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი ესეთი საოცარი შოუ რომ მოგიწვეთ. მადლობა რომ დაგვახასეთ და მოხვედით. გაიხარეთ. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავხადო Soho Rooms, რომელმაც ეს ძალიან მაგარი სახლი და ძალიან მაგარი სერვისები მოგვიწყო და გვასიამოვნა.